პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე. შალვა პაპუაშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფიციალური გვერდის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად მოხსენიება დეზინფორმაციასთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა. ესტონეთში რეგისტრირებული NGO-ს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისგან და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს. საგანგაშოა, რომ ევროკავშირისა და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის დახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება, რომელიც დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა. პოსტსკრიპტუმ სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არაა ცუდად საუბარიან თავდასხმა, არამედ ლეგიტიმური კრიტიკა, რომელსაც პასუხი სჭირდება.